ნინო დათაშვილი კვლევებისთვის იყო გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში, მას დაენიშნა მკურნალობა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ციხის პირობები არ არის ის, სადაც შეიძლება რომ ადამიანი გამოჯანმრთელდეს, მით უმეტეს, როდესაც მას აქვს ქრონიკული საჭიროება. ამაზე ჩვენ ვუთითებდით დაკავების შემდეგ, რაც არ იყო გათვალისწინებული. კი, ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან დამძიმდა, ამისი მტკიცებულებები არსებობს, რაც არ უნდოდეს პროკურატურას ამის გაზიარება და თან მძიმდება მისი მდგომარეობა. პერიოდულად, როდესაც მას შეეძლო მაგალითად კომუნიკაცია ადვოკატთან შეხვედრა, სასამართლო პროცესში მოსვლა, იმის მიუხედავად, რომ ტკივილები მუდმივად ჰქონდა, დღეს ესეც აღარ შეუძლია, ამის მიუხედავად პროკურატურა ამბობდა, რომ ეს იყო უბრალოდ ვარაუდი, რომ ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დაუარესებული, იმის მიუხედავად, რომ მას წინ ედო მტკიცებულებები, სამედიცინო ცნობები, რაც ადასტურებდა, რომ ციხემ გააუარესა ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს პასუხისმგებლობა არის იმ მოსამართლეებზე, რომლებიც ნინოს ტოვებდნენ პატიმრობაში და უხარდებდნენ პატიმრობას და იმ პროკურორზე, რომელიც ითხოვდა ნინოს პატიმრობას იმის მიუხედავად, რომ არც ერთ ეტაპზე არც ერთი სტანდარტით, მინიმალური სტანდარტითაც კი არ დაუსაბუთებია ნინოს პატიმრობაში დატოვების აუცილებლობა. დასაბუთება იმას ნიშნავს, რომ მოსაზრებების გარდა უნდა არსებობდეს კონკრეტული ფაქტები, მტკიცებულებები, გარემოებები, რომლებიც დაასაბუთებს, რომ რამენაირად ბრალდებული ხელშეუშლის გამოძიებას თუ მართლმსაჯულებას და ეს იმდენად მაღალი ხარისხით არის, რომ გადაწონის ადამიანის თავისუფლებაში ყოფნის უფლებას. რა თქმა უნდა, ამას ვერც ერთ ეტაპზე ვერ დაასაბუთებდა პროკურორი, იმიტომ რომ ასეთი გარემოებები ბუნებაში არ არსებობდა. და შესაბამისად აი ეს ბუნდოვანი შაბლონური მითითებების საფუძველზე ნინო დათაშვილი ადამიანი, რომელზეც იძალადეს მანდატურის თანამშრომლებმა და რომელიც უნდა იყოს აქამდე დაზარალებულად ცნობილი, აქვს ბრალდებული სტატუსი და იმყოფება პატიმრობაში.